2 წუთი მომეცი და მე შევცვლი შენ ცხოვრებას უკეთესობისკენ. როგორ? მე ვერ შევცვლი, თუმცა შენ შეგიძლია შეცვალო. ახლა გაგიჟდება კითხვა, როგორ შეგიძლია შეცვალო? ეგ ცოტა ჩახსართული საკითხია, თუმცა შესაძლებელია. ყველა არავინ აქცენტს პატივს, არავინ გიღებს სერიოზულად და გეზიზღება შენ ცხოვრება, მუშაობ 9-დან 5-მდე სამსახურში, რომელსაც 9-დან 5-მდე აღარ ქვია, იმიტომ რომ ისეთ რომ მოვიდა, რომ 10-დან 10-მდე მუშაობ, ანუ მთელი დღე 24 საათიან გრაფიკში ხარ, რაც უბრალოდ აუტანელია შენთვის, გეზიზღება ცხოვრება და წლები ისე იფრანგება, რომ არაფრისთვის უბრალოდ არსებობისთვის ცხოვრობ და არა და ცხოვრება არ გაქვს საერთოდ, რაც მტკივნეულია ვაღიარებ. თუმცა შენ თუ იმის საწინააღმდეგო წახვალ, რასაც ყველა გეუბნება, შენ მიიღებ ისეთ შედეგებს, რასაც ისინი ვერ მიაღწევენ. იქნები განსხვავებული, დაინახავ ისეთ პრობლემებს და გამოსავალს, რომელსაც ისინი ვერ ხედავენ, მიაღწევ ფინანსურ თავისუფლებას და კიდევ რას მიაღწევ? კი, კარგად იგრძნობ თავს, რადგანაც სხვის ბრძანებებს და სხვის დაკრულზე არ იცეკვებ. ამიტომაც შენ ჭირდება ისეთი სფერო შესწავლა, რომელიც მოგიტანს ფინანსურ წარმატებას, იქნები თავისუფალი, არ მაქვს საუბარი რომ გახდე მილიონერი, უბრალოდ უფროსი არ ყავდეს და ტვინს არ გიბურღავდეს ყოველდღე, არ გიწევდეს ოჯახის წევრებისგან იმის მოსმენა, რომ რაღაცა კვადარიგებს გაძვენ, შენ თავს უქნებ და ვითომ მართები იქნებიან. სხვისი აზრი არ განსაზღვრავს ვინ ხარ შენ. შენი მოქმედებები განსაზღვრავს შენ ვინ ხარ. ჩვენი 2 წუთი წამოიწურა, მეტი დრო ალბათ იტყოდი რომ მეტი დრო მოგინდებოდა ამ ვიდეოს მოსასმენად, იმიტომ რომ 2 წუთში ამდენი საქმე როგორ ჩამეტია, თუმცა ცხოვრება უსამართლოა. აი როგორც შენ ეხლა 2 წუთი ამოგვეწურა, შენც და მეც ასევე. ცხოვრებაც ასეა, დრო ისე მალე ამოგეწურება, რომ წარმოდგენას კი არა გაქვს რომ შენ დროს ფლანგავ, შენ არ გაქვს დრო უსასრულო. თუმცა შენ გაქვს ერთი საშუალება, რომლითაც შეგიძლია შენი ცხოვრება უკეთესად აქციო. მოიცა რა, უკეთესად აქციო შენი ცხოვრება, თუ ახლავე დაიწყებ შენი საქმის გააკეთება. არა, აი 15,000 რაღაცა სფერო ნახე და ყველაფერში გამოსცადე შენი თავი. რომელიღაცა სფეროში შენ მიაღწევ წარმატებას. ამიტომაც დაუჯექი სერიოზულად, დავუთმე დრო რამდენიც გაქვს, არ აქვს მნიშვნელობა, მოზარდი ხარ, ბავშვი ხარ, თუ დასწრული, სად მუშაობ, სასწავლობ, არ აქვს მნიშვნელობა, ჩაუჯექი სერიოზულად. სამსახურის გარდა დაიწყე ისეთ საქმიანობა, რომელიც შენ წინ წაგწევს. ნუ იქნები ჭანჭიკი სისტემაში, იყავი თავისუფალი ადამიანი. წარმატებებს გისურვებ და იმედია ჩემი ნათქვამი რაღაცა შეცვლის თქვენს ცხოვრებას. შეგიძლიათ ეს YouTube არხი არც გამოიწეროთ, არც დააჭიროთ მოწონების ღილაკს, არც კომენტარი არ დაწეროთ. ამას დიდად ჩემთვის ამ წუთას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა თუ ჩემი ნალაპარაკები რაღაცას უკეთესობისკენ შეცვის და რაღაცა ბიზნეს მოგცემთ ცხოვრებაში, წინ წახვიდეთ, მადლიერი ვიქნები გულწრფელად რომ გითხრათ. აბა წარმატებულ დღეს გესურვებ და მომავალ შეხვედრამდე. თქვენი დრო ამოიწურა.